რასაყრდნობა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება პასუხი დიპლომატიური უწყებისგან არ მიგვიღია კონკრეტულ ფაქტებზე ელჩმა ვერც საგარეო საქმეთა მინისტრთან ილაპარაკა. რა მიზანი ჰქონდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმას პოლიტიკური შეფასებებით სოფო ბერიძეა პირდაპირ ეთერში. Წმუნებულია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილების მიზანია ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა. ეს გადაწყვეტილება, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ეს გუშინ გამოჩნდა ყველაზე უკეთ, მაშინ, როდესაც ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უკანაკარიდან შევიდა და უკანაკარიდან გავიდა, ისე რომ მან ასე თავი აარიდა მედიის შეკითხვებს და მეტიც, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, დიპლომატმა ვერანაირი მტკიცებულება თუ სამართლებრივი საფუძველი ვერ მიიტანა, რითიც შეეცდებოდა, რომ საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილება გაემართლებინა. ამიტომაც ახლა ოფიციალურ თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ ელჩის ინფორმაციებს და დამატებით იმ ადამიანების ინფორმაციებს, რომლებსაც ქართული ოცნება მეხუთე კოლონას უწოდებს. ავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს, ეტყვა იმიტომ რომ პოზიტივისტვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება შეეხმარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უпрост ყოველისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. სოციალურ ტრიალებდა მის ერთ-ერთი ვიდეო, 5 ჯერ უყურე და ირონია მართლა ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტრეული ქართულით გვეფიცებოდა რომ თავისუფალ მედიის თუ მედიის ხარდაჭერები არიან და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის საბაბებს. ეს არის სწორედ ჩემი აზრით მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა. ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების ცვლად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი. საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება. დღემდე არც ერთმა მედია უფლებების დამცველმა კოალიცია, ორგანიზაციამ, რა ვიცი, ლეგიონია მათი სახელი, არც ერთმა ხმა არ მოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, დღეს ვინც ჩუმად არის და ან ემხრობა ასე ვთქვათ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს. ეს მთავარი წყარო არის პირველ რიგში მათ მიერ, ვინც ფინანსდებოდა ის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ის დამარცხებული რადიკალური პარტიები, რომელიც არჩევნებში დამარცხდნენ. აი ეს არის ის წრე, საიდანაც საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდის გზავნილები დასავლეთისაკენ. ეს არის ფაქტიურად დამარცხების აღიარება, რომ მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნები და მათი რადიკალების, აი მეხუთე კოლონის მიზნები საქართველოში დამარცხდა არჩევნებში, დამარცხდა თავისუფალი მედიის სივრცეში და ამიტომ მათ ერთგვარი ასეთი ვენდეტა წამოიწყეს. მაგრამ დამარცხებულის ამით გაცოცხლება ვერ მოხერხდება. მართალი ადამიანები უკანა შესასვლელიდან არ გადიან. თუ მათ რაიმე აქვს სათქმელი, პირდაპირ ამბობენ ხოლმე და როდესაც იპარებიან, სინამდვილეში ეს არის აღიარება, რომ ესეთი უსამართლო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არანაირ არგუმენტებს არ ეფუძნება. რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დასმენებით არიან ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, მე ვფიქრობ, რომ მათი მორალური პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია საზოგადოებისთვის. ბუნებრივია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებაც ბრიტანეთის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს, მეტის ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილების ავტორებს მალე მოუწევთ საკუთარი ნაბიჯის გადახედვა. სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.